იქიდანაც აგერა ხალხმა ტრუბები აგერაკა ჩაყო. აი ტრუბა რომ გამოვიდეს ეს ნაკელი და მიდის პირდაპირ აგერა. ეგერთი. ეს თვითონ მოსახლეობა მიზრუნდა. ჩვენ გააკეთა ამანა პატრონმა. აქ გამოდიოდა კარები ქონდა და შეგდატოყავდა ბავშვები. აი თუ ბუბეიდი. ეს გორში ეგრეთ წოდებული კარალეთის დევნილთა დასახლებაა, სადაც ადამიანები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ცხოვრობენ. გვიყვებიან, რომ მათ სხვა პრობლემებთან ერთად ამ დრომდე მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა აწუხებთ, რადგან ხშირად საკანალიზაციო ჭები ივსება, წყალი და ფეკალიები ქუჩაზე გადმოდის და გავლა შეუძლებელი ხდება. ამასთან ანტისანიტარიაა. ზაფხულის ცხელდღეებში კი ქვეწარმავლები მომრავლდნენ. იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ მათი პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია. კალოდეცებიდან ამოდის, აი რა ზეიდან მოდის მიიჩულება იქ და ამოდის თელი ამბავი არის რა. ბავშვები დატოპავებენ შიგა კანალიზაციის წყალში, სუნი დგა. რამე ხოსირცხვილია სამა. არავინ ყურადღებას არ გარე კეცად მოხდა წყალკანა. მეზობელმა დარეკა და რავი მოვიდნენ და რავი გაასუფთავეს. და ამოვიდა ისევ. აი სანამ სარწყავი იყო ბაღებში რო ხალხსა ხორწყავენ ბაღებში. არ იყო. აი ახლა რო აღარ იწყვება რა. აი თქო რავი მოდის მე წყალი და იტანება ის კალოდეცები და მოდის ნაკელი რა. აი სუნი დგა, აი ბირჟაზე აგერაკა ვეღარ ავდგებით. აი იქა გადიღეთ სურათ, ტბად გაიქ. რავი კანალიზაციები ამოდის, რავი მე გაფუჭებულია და ამოდის და ესე მოდის ქუჩაში, რავი. არ ვიცი, გავაკეთებთ, რავი გავაკეთებთ და გამკეთებელი არავინ არ ვნახეთ. კარებში გამოდის, შიკარებში. აქა ორი კოტეჯი მაქვს, მე და ჩემი ბიჭსა. ჩემთანაც ამოდის. იქაც ამოდის. ისეთ დღეში ვარ გამწარებულები ვარ. აი რატო რამეა დაზიანებული? არ ვიცი, გამგეობაში ვიღარ და გავაკეთებთო და ალბათ რავი შემოგვპირდნენ და საკითხთან დაკავშირებით თრიალეთი გორის მერიას დაუკავშირდა. ისინი მხოლოდ მოკლე, სიტყვიერი კომენტარით შემოიფარგლნენ და თქვეს, რომ პრობლემის შესახებ იციან და მოაგვარებენ.